ჭარბი წონით ბევრად მეტი ადამიანი იღუპება ყოველ წელს, ვიდრე ომებით და მკვლელობებით ერთად. ჭარბი წონა მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სხვა ადამიანური დანაშაულები. ჭარბი წონა და სიმსუქნე დაახლოებით 5-10 წლით ამოკლებს სიცოცხლეს. ზოგჯერ მეტით დამოკიდებულია წონაზე და საქართველოში 64% ზრდასრულების ან ჭარბწონიანია, ან მსუქანია. ჭარბი წონა და სიმსუქნე თითქმის 100%-ით ზრდის გულის დაავადებების რისკს. ჭარბი წონა და სიმსუქნე დაახლოებით 30%-ით ზრდის სიმსივნეების რისკს, მათ შორის კერდის კიბოს და სხვა სიმსივნეების. ჭარბი წონა და სიმსუქნე თითქმის ექსკლუზიურად იწვევს ტიპ 2 დიაბეტს. ჭარბი წონა და სიმსუქნე ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუარესებს. ან ჩვენს წინაშე საქართველოში და არა მარტო. არის უზარმაზარი პრობლემა, რომელზეც არავინ ან ცოტა ადამიანი საუბრობს. ანუ ჩვენს რეალობაში ეს უზარმაზარი პრობლემა არსებობს, რომელიც ადამიანებს კლავს და სულ ფიქრობდი, რისი გაკეთება შეიძლებოდა, თუნდაც მინიმუმი ნაბიჯის გადადგმა, რითიც დავეხმარებოდი ადამიანებს ეცოცხლათ მეთხანს და ეცოცხლათ უკეთესი ხარისხით და ეს დახმარება ყოფილიყო უფრო მასშტაბური და არა თქვათ თითო ადამიანის დონეზე. ზუსტად ამას ემსახურება ის, რატომაც რედიენტი გადავწყვიტე რომ შემომეტანა, რადგან ერთი რომ რედიენტი ზუსტად იმ კომპონენტებით შედგება, რომელიც 10 წლეულობის განმავლობაში გამოიყენება მედიცინაში და ბუნებრივია და კაცობრიობას აქვს სათანადო კვლევები უსაფრთხოებაზე, ანუ ადამიანს უსაფრთხოებაში არ შეეპარებათ ეჭვი, რადგან ნამდვილად უსაფრთხოა კოფეინი, მწვანე ჩაი, თეთრი ლობიოს ექსტრაქტი და პიპერინი, ანუ შავი წიწაკის ექსტრაქტი. ეს ყველა ისედაც გამოიყენება. ადამიანები ისედაც ვიყენებთ ამას ყოველდღიურობაში. ადამიანებმა ისედაც იციან ამ ყველაფრის უსაფრთხოება, ну რეალურად შეუძლია დაეხმაროს ადამიანს წონის კლებაში. მეორეს მხრივ, რედიენტი არ არის მხოლოდ საკვები დანამატი, რომელსაც ადამიანებს მივცემთ და იცი რა, აი, აჰა შენ რედიენტი და რაც გინდა ისქენი. ასე არ არის. პირველი, რომ რედიენტთან ერთად გავაკეთე სრული კურსი, რომელიც რედიენტთან ერთად უფასოდ გადაეცემა ადამიანებს, როგორ დავიკლოთ და შევინარჩუნოთ წონა მარტივად, რადგან 95% ადამიანებს ვინც იკლებს, ისე ვიმატებს 5 წლის განმავლობაში. უდიდესი პრობლემა მარტო ვისაც უდიეტია ერთხელ მაინც ყველა მიცის რომ მარტო დაკლება არ არის საქმე, დაკლებული შენარჩუნება ძალიან დიდი პრობლემა და ზუსტად ამიტომ რომ ადამიანებს კი არ მივატოვებ შუა გზაზე რომ იცი რა დაკლება კარგია იმ ჯანმრთელობისთვის, მოდი შენ დაიკელი და შენ რედიენტი, ესე არ არის. ადამიანები იღებენ სრულ სახელმძღვანელოს. სულ სახელმძღვანელოს, როგორ უნდა დაიკლონ მარტივად, როგორ უნდა შეინარჩუნონ მარტივად, იმიტომ რომ შენარჩუნება ხანგრძლივი, დამღლელი, მოსაწყენი პროცესია. არასრული ცოდნა არავის არ უნდა. ცოდნა ყველას უნდა სრული. ანუ არასრული ერთი კამფეთი შეიძლება უნდოდეს ადამიანს, მაგრამ ცოდნა უნდა იყოს სრული. წონის კლების შესახებ ცოდნაც უნდა იყოს სრული და მთელ ამ ინფორმაციას ამ გვერდზე ვუყრით თავს. ამიტომ აქ შეგიძლიათ იხილოთ ყველაფერი რედიენტზე, წონის კლებაზე, როგორ შევინარჩუნოთ, როგორ დავიკლოთ მარტივად რედიენტთან ერთად და სხვა კიდე ბევრ ინფორმაციას, რომელიც წონის კლებას ეხმარება, რომელიც წონის კლების მოგზაურობას გაგიადვილებ, რათა იცხოვროთ უფრო მეტხან. ადამიანები, რომლებიც გამხდრები ნორმალური წონის, საშუალოდ ცოცხლობენ უფრო მეტხანს, ვიდრე ჭარბწონიანები და მსუქნები. პირდაპირ დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ჭარბი წონა და სიმსუქნე აბერებს სხეულს. უჯრედულად, ბიოლოგიურად ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანები დაახლოებით 10 წლით უფრო დაბერებულები არიან ბიოლოგიურად, ვიდრე გამხდარი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება სახეზე მოგეჩვენოს, რომ გამხდარი ადამიანი უფრო ასაკიანად გამოიყურება, ცხიმის განლევის გამო, მაგრამ სინამდვილეში ბიოლოგიურად, ბიოლოგიური ასაკით და ორგანოების ფუნქციონირების მიხედვით გამხდარი ადამიანი დაახლოებით 10 წლით უფრო ახალგაზრდაა. ამდენ მნიშვნელოვანია წონის კლება, ამდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის შენარჩუნება. რასაც ემსახურება რედიენტიც და ის რასაც ამ გვერდზე ვაკეთებთ, ეს არის სრული გზამკვლევი და სრული სახელმძღვანელო, როგორ დავიკლოთ წონაში ჯანსაღად, როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული წონა და როგორ გავხადოთ ეს მოგზაურობა უფრო მარტივი, რათა თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდოს, რათა თქვენი სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს. აი ამიტომ რედიენტი და აი ამიტომ გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა და შემომეტანა რედიენტიც და გამეკეთებინა ეს არხიც.